და ეხლა მინდა გაგაცნოთ ბარბარე კვარაცხელია 15 წლის და მისი მთავარი გატაცება რა არის თუ იცი? არის ცხენოსნობა. ოცნებობს რომ ცხენოსნობაში საერთაშორისო ასპარეზზე გამოვიდეს. მისი დილა 7 საათზე იწყება. ბარბარესა და მისი ცხენის სახელად ბუიანის მეგობრობის ისტორიით ჩვენი ჟურნალისტი მარიამ ქუმსიაშვილი დაინტერესდა. მოდით ერთად ვნახოთ მარიამის სიუჟეტი. ეს ბუიანია, ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელთანაც არც თუ ისე დიდი ხანია მაქვს ურთიერთობა. მაგრამ მას ყველა იცნობს როგორც ყველაზე ჯიუტი ცხენი, არავის არ უყვარს ბუიანთან ურთიერთობა, მაგრამ რაც დავიწყე ბუიანთან ურთიერთობა, თავიდან მეც ცოტა არ მიყვარდა. მე ცოტა ხასიათებში გავუგეთ ერთმანეთს. ეხლა ჩემი საუკეთესო მეგობარია და ყველაზე კარგად თბილად ჩემთან მიმართებაში არის. გაიგე. ყოველდღიურად დავდივარ იპოდრომზე იმის გამო რომ ბუიანი ვნახო, სტაფილოები მომოქვს ხოლმე მისთვის და გავდივართ ხოლმე ხან მინდორში გავდივართ ხან უბრალოდ შიგნით ვარჯიშობთ. გააჩნია როგორ ხასიათზე ვიქნებით, მე ის. ისე ბავშვობიდან მქონდა ოცნება რომ ცხენზე მჯდარიყავი და ცხენთან მქონდა ურთიერთობა. ერთი ჩემი საყვარელი ფილმი არის აღმოსავლეთის ქარი ქვია. ჩემნაირ გოგოზე არის გარდატეხის ასაკში ცხენებთან ურთიერთობამ ყველაფერი დააძლევინა. 13 წლის ვიყავი, უკვე ის რთული პერიოდი გარდატეხის ასაკი. გადავლახეთ ცხენებით და ყოველდღიური შეხება მქონდა 13 წლიდან ცხენთან და ეს ყველაფერი რუსთავის იპოდრომზე დავიწყე. რუსთაველი ვარ და როგორც კი ვნახე რომ გაიხსნა და რაღაც ცხენებთან დაკავშირებული რაღაც არის, ისეთი აჟიტირებული ვიყავი. დედაჩემს ყოველდღე ვეხვეწებოდი რომ როგორმე აქ ჩამოვეყანე. თავიდან როცა ცხენზე ჯირით დავიწყე, არ მეგონა თუ ეს ყველაფერი ძალიან განვითარდებოდა. უბრალოდ ჰობივით მქონდა და თავიდან რო დავჯექი, ცოტა შიში მქონდა, ცოტა დაძაბული ვიჯექი, ცოტა მერე კუნთებიც მტკიოდა ხოლმე, იმიტომ რომ უნდა შეერწყა ცხენს ჯირითის დროს და ყველანაირად მას უნდა მოერგო. სხვადასხვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მახსოვრობის და ერთგულების უნარი აქვს ცხენებს და როცა ეს ყველაფერი გავიარე, პირველი წელი ცოტა დაძაბული იყო. 2023 წელი ცოტა დაძაბულად ვიჯექი ცხენზე. აი უკვე 2024 წლიდან ცოტა მოვეშვი და თავისუფლად მივუდექი ცხენებს. უფრო მეგობრად ვუდგებოდი, ვიდრე რაღაც ცხოველად, რომელიც ჩემი სპორტია. მე ეს ჰობი გადავწყვიტე რომ სპორტად მეკცია და ჩემი მიზანია რომ ძალიან დიდ მსოფლიო დონის ჩემპიონატებზე გამოვიდე ცხენით. ჩემი მიზნების მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებ. ყოველდღე მოვდივარ დილას ადრე ვიღვიძებ 7 საათზე, სანამ ხალხი არ არის რომ მოვიდე. ცხენებთან მქონდეს ურთიერთობა, განვითარდე, ვივარჯიშო. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის. ცოტა რომ განვითარდი, უფრო ხშირი ვარჯიში რომ დავიწყე, მე მივხვდი რომ ცხენოსანი არ ითვლება ცხენოსნად, თუ თვითონ არ მოუვარა თავის ცხენს და თვითონ არ მოაწესრიგა. აი დღესაც მოვედი, შევედი თავლაში, შევხედე რომ ცოტა მოსაწესრიგებელი იყო. ეგრევე ჩავთე წყალი, ავიღე შამპუნი და დავიწყე მისი გასუფთავება. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ასე ძალიან დიდი როლი უჭირავს ცხენს ადამიანის ჯანმრთელობაში, იმიტომ რომ ცხენზე ჯირითის დროს იმდენად ბევრ ენერგიას კარგავს ადამიანი, ყველა კუნთი მუშაობს საერთოდ და ფიზიკური დატვირთვა არის ძალიან მაღალი. ასევე ბავშვობაში ძალიან ცუდი ჩვევა მქონდა, რომ სულ დავდიოდი მოხრილი. ცხენზე ჯირითი რო დავიწყე, სულ გამართული ვარ და უფრო ნაკლებადაც მტკივა ზურგი, იმიტომ რომ მოხრის გამო ტკივილებიც მაწუხებდა ხოლმე. აი მაგალითად ცხენზე ვარჯიშის დროს ძალიან მიყვარს ხოლმე თან დასვენება არის და თავს ვადებ უკან ცხენს ვწყვები და წელშიც უფრო ვიმართები, ნაკლებ ტკივილი მაქვს მე ამ გაჭიმულობისგან. ფსიქოლოგიურ ნაწილშიც ძალიან კარგია ცხენი, იმიტომ რომ ის გარდატეხის ასაკი რაც გავიარე, ყველაზე მეტად ფსიქოლოგიურად დატვირთული ემოციები, ვერ იგებ რა არის ემოცია არის, ყველაფერი დამაძლევინა. აი მაგალითად გაბრაზის მომენტი ცხენთან ერთად დავძლე, იქიდან გამომდინარე რომ ცხენი გრძნობს აბსოლუტურად ყველაფერს, ყველა ემოციას, როცა რაღაცა ძლიერი ემოცია გაწუხებს, როგორც არის თუნდაც ბრაზი, შიში, თვითონაც ნერვიულდება, ჯიუტდება და არ მემორჩილება. შესაბამისად ვისწავლე რომ ეს ბრაზი მეკონტროლებინა, რადგან მასთან უფრო თავისუფლად ყოფილიყავი და ისიც არ შემეზღუდა და მეც არ შევზღუდულიყავი.